ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს. ადამიანი განსასწრების მოწევნამდე ღვთის წინაშე ლოცულობს ვითარცა უცხო ღმერთისგან, ანუ როგორც არაშვილი. ჩვენ ხო შვილები უნდა გავხდეთ. და განსასწრელი სანამ არის, ეს ყველა ალბათ იცის, მეტნაკლებად ვისაც დიდი განსასწრები გამოუვლია, ყველა მიცის, რომ განსასწრელამდე შენ სხვა იყავი და განსასწრელის მერე სხვა ხარ. ზოგიერთი განსასწრელი ისეთია, რომ სიკვდილზე უარესია. ზოგი ფიქრობს, რომ ყველა ეს საშინელი განსასწრელი სიკვდილია. არ არის ეს. ზოგიერთი განსასწრელი სიკვდილზე უარესია. ეხლა ამის დაწვრილმანებას არ დავიწყებ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. საიდან ხვდები ამას, რომ ასეთ განსასწრელს რომ გაივლი და ის განსასწრელი, იმ განსასწრელს სიკვდილი რო გერჩივნა, მე ამ განსასწრელის მერე თუ შენ ქრისტეს არ უღალატებ და ქრისტეს ერთგული დარჩები, სხვანაირი ხდები, სხვანაირი ქრისტიანი ხდები. მანამდე თითქოს უცხო იყავი ღმერთისთვის და მერე უფრო მეტად დაახლოებული ხდები. ამას ამბობს ზუსტად. ადამიანი განსასწრელის მოწევნამდე ღვთის წინაშე ლოცულობს ვითარცა უცხო, როდესაც ღვთის სიყვარულის გამო შევა განსასწრელებში იგი და არ შეძრკება, მაშინ ღვთის წინაშე წარსდგება როგორც მეგობარი და იმგვარად რომ თითქოს ნახეთ აქ საოცარ რამეს ამბობს, იმგვარად რომ თითქოს ღმერთი მისი მოვალე იყოს. რადგან ღვთის ნების აღსრულებისას ღვთის მტრებს ებრძოდა და ზლია მათ. აი როცა ეშმაკს ძლევ როგორც ქრისტემ ზლია უდაბნოში, ამასოფლის სული გებრძვის ათასნაირად. ხორციელი განსასწრელი მოდის და შეიძლება გატყდე, შეიძლება რწმენა დაკარგო, შეიძლება გაბოროტდე. აი ადამიანის მიმართ გაბოროტდე შეიძლება. ღმერთისადმი საყვადურია წარმოსხვა და გული გაგიტყდეს. სამრელოში ვიღაცამ გაწყერინა და მოგეჩვენა უსამართლოდ მოგექცა და სამრელოდან წახვიდე. აი ამ ტიპის განსასწრელებია. ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მარცხდება, მაგრამ თუ შენ ქრისტეს სიყვარულის გამო არ გატყდები და ქრისტეს სიყვარულის გამო ძლევ მტრებს, ღმერთის მტრებს, მაშინ მეგობარი ხდები და ღმერთი თითქოს ასე ამბობს, თითქოს ღმერთი შენი მოვალე ხდება. საინტერესოა ხო?